ხანდახან ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით, რომ გრძნობთ სიტყვები თითქოს გღალატობენ. როცა რაღაც გვიხარია, გვტკივა, გვაშინებს, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ ვამბობთ. თითქოს გულში ყველაფერი გვაქვს, მაგრამ ვერ პოულობთ იმ ერთ სიტყვას, რომელიც გადმოსცემს ჩვენს ზუსტ მდგომარეობას. ეს არის ზუსტად ის დრო, როდესაც ჩვენი შინაგანი გრძნობების ენა იწყებს საუბარს. ეს ის ენა, რომელსაც ზოგჯერ არ სჭირდება სიტყვები. სჭირდება უბრალოდ ჩახუდება, თვალებში ჩახედვა, გზირა, ჟესტები, ან ზოგჯერ უბრალოდ სიჩუმე. ბავშვები ზუსტად ასე საუბრობენ, როცა ისინი ვერ ახერხებენ თავისი ემოციების სიტყვებად ქცევას. ისინი ლაპარაკობენ ზოგჯერ ტირილით, ჩუმადყოფნით, გაბრაზებით, თვალების დახვიჭით და ზოგჯერ მოლოდნილი სიცილითაც კი. და ხშირად უფროსებს გონია, რომ უნდა დავაწყნაროთ, დავამშვიდოთ. ან უბრალოდ შევეცადოთ, ემოციურად გადავრთოთ სხვა თემაზე. მაგრამ სინამდვილეში მათ უბრალოდ მოსმენა სჭირდება. გრძნობების ენა არის გულით მოსმენისა და თანაგრძნობის ენა. როცა ბავშვი თავის გრძნობებს გამოხატავს, ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ, გავჩუმდეთ, მოვისმინოთ და მივიღოთ ის ყოველგვარი შეფასების გარეშე. როცა ამ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენ მათ ვაჩვენებთ, რომ ემოციები უსაფრთხოა, რომ ისინი არ არიან ცუდები. თუნდაც მაშინ, როცა ბრაზდებიან. და რა თქმა უნდა, არ არიან ზედმეტები. არც მაშინ, როცა ტირიან. დღეს მინდა ვისაუბროთ სწორედ ამაზე, თუ როგორ ვისწავლოთ ამ ენის გაგება. როგორ გავიგოთ, რას გვეუბნება ბავშვი მაშინ, როცა ის ჩუმადაა. ან როცა თითქოს უბრალოდ ბრაზობს. და რაც მთავარია, როგორ ვისწავლოთ ჩვენ თვითონაც უფროსებმა საკუთარი გრძნობების ამოცნობა და გამოხატვა ისე, რომ ისინი არ დაგვემალოს სიტყვების მიღმა. ჩვენში ყველაში ცხოვრობს ის პატარა ბავშვი, რომელიც ოდესღაც ტიროდა და ვერ ამბობდა თავის სათქმელს. როცა უფროსები ეუბნეოდნენ, ნუ ტირი, არაფერია. ის ბავშვი სწავლობდა, გრძნობა სირცხვილია, ტკივილი სისუსტეა. ემოციების გამოხატვა კი უბრალოდ არ შეიძლება. და ასე ნერმულად ჩვენც ვისწავლეთ ჩუმადყოფნა, მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვტკიოდა. მაგრამ ამ ჩუმადყოფნის უკან ყოველთვის არის რაღაც სათქმელი. როცა ადამიანი გაბრაზებულია, სინამდვილეში შეიძლება ძალიან სტკიოდეს, თუმცა ამას არ გამოხატავდეს. თუ ბავშვი უარს ამბობს სწავლაზე, შეიძლება უბრალოდ უჯერს. არ იცის ეს როგორ გითხრას, ან რა ფორმით გამოხატავს. როცა უფროსი ხმამაღლა ლაპარაკობს, ხშირად ამაში შიში არის ჩადებული. გრძნობების ენა სწორედ ესაა. ის, რაც სიტყვების მიღმა იმალება. ჩვენ ხშირად გონია, რომ ემოციები უნდა დავმალოთ. რომ სხვებმა არ იფიქრონ ჩვენზე, რომ სუსტები ვართ. მაგრამ ემოციების დამალვა არ გვაძლიერებს. ის გვაშორებს საკუთარ თავთან. როცა საკუთარ გრძნობებს ვაღიარებთ, სწორედ მაშინ ვიწყებთ გამთლიანებას. როცა სხვას ვაძლევთ სივრცეს, რომ თავისი გრძნობები გამოთქვას, მას ვაჩვენებთ, რომ მის შინაგან სამყაროს ჩვენ პატივს ვცემთ. ადამიანში ყველაზე დიდ ძალას განსაზღვრავს დაინახო გრძნობა, სანამ სიტყვა ითქმება. რომ შეგეძლოს შეამჩნიო ბავშვის მზერა, მოისმინო მისი სიჩუმე, იგრძნო მისი ენერგია. ამ დროს ურთიერთობა ხდება ნამდვილი, გულიდან გულამდე. გრძნობების ენა არის უნივერსალური. მისი ესმის ყველას, ვინც უსმენს გულით. და როცა ამ ენას ვსწავლობთ, სამყარო თითქოს უფრო მკაფიო ხდება და უფრო მარტივად შესამჩნევი და ამოსაცნობი ის ემოცია და მდგომარეობა, რაც ჩვენს ირგვლივ არის. გრძნობების ენა გვაერთიანებს. ის გვასწავლის, რომ ყველა ემოცია ძვირფასია. სიხარულიც, ტკივილიც, ბრაზიც. ყველა მათგანი უყვება ჩვენს ისტორიას. და როცა მათ ვუსმენთ, უკვე ვსწავლობთ საკუთარ თავსაც და სხვასაც. მოდი ყოველ დღე ერთმანეთს მოვუსმინოთ გულით. კითხოთ არა მხოლოდ როგორ ხართ, არამედ როგორ გრძნობ თავს. იქნებ სწორედ ამ კითხვაში დაიწყოს ის გულწრფელი ურთიერთობა, რასაც ვეცახით ურთიერთობას გულიდან გულამდე. როცა სიტყვები ვერ აღწერს იმას, რასაც გრძნობ, გულს მიენდე. ის ყოველთვის ჩუმად გეტყვის ნამდვილ სათქმელს.